არც მსოფლიო ჩემპიონატი და არც რომელიმე პრესტიჟული მეგაღონისძიება. მოტოების კორიანტალი ბორის ბაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზეა და ამის თავი და თავი ერთ-ერთი რუსული ივენთ გრუპი და ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია გახლავთ. მოტომანია ასე ჰქვია პირველ მასშტაბურ FMX და stunt riding shows, რომელიც თბილისში ჩატარდა. Получилось так, что нас какое-то время назад пригласили именно в Грузию устраивать подобные мероприятия, то что у нас есть свои уже сложившиеся бренды в Москве, в России, связанные также с экстремальными шоу. Пригласили, мы, конечно же, согласились, мы за интернациональные отношения, поэтому сегодня мы здесь и будем удивлять, будем радовать. ძალიან მაგარი იქნება როგორც stunt riding-ი, ასევე freestyle-ი. ორი გზის სოფლიო ჩემპიონი ყავს ანდრეი კალესნიკოვი, ევროპის ჩემპიონი ყავს და რუსეთის მრავალი გზის ჩემპიონი ყავს ქართველი მარატ კანკაძე და ასევე ქართველებში, რომელიც ქართველების მხრიდან stunt riding-ები გამოდიან, კიდე ანტონ ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ჩვენც ორი მოტო ყავს და ერთი კვადრო და რუსებსაც ორი მოტო ყავს და ერთი კვადრო, ზუსტად ერთნაირი შეხამება, რაც ძალიან გასაკვირია ისე და რაღაც მომენტში ერთად შეჯიბრიც კი გამოვა, მაგრამ არ ამგონია ჩვენ გავიმარჯვოთ, მაგრამ მაინც კაი დადგმა იქნება, კაი შოუ იქნება. სანამ დიდ სპორტსმენებზე გადავიდოდეთ, დინამო არენაზე გამართული შოუს ყველაზე პატარა მონაწილეს გაგაცნობთ. შაკო თეზელაშვილი დამწყები სპორტსმენია. პატარა სულ რაღაც 4 წლისაა და თამამად გეტყვით, რომ ამ ბიჭუნას მომავალში კიდევ ბევრი გაიცნობს. ის რა ქვია, მოტოების ხმას რო გავიგდებიდი, ხოლმე მივბოდი ხოლმე. და ეხლა საკუთარი ყავს და მამიკო კარტინგით კატაობდა. მე არ უნდა შევეძინო. ისე მოვედი. რომ ჩვენ გვიყურე ხო დავამარაგეს დროს ხო? ხო, რომ რედბულები გავართო ახლა. How much is enough? It's not a question of enough, pal. It's a zero-sum game. Somebody wins, somebody loses. Money itself, lost or made, is simply transferred from one perception to another. Like magic, illusion has become real. The more real it becomes, the more desperate you are. Capitalism at its finest. დინამო არენას ქართულ რაიდერებთან ერთად მსოფლიო დონის სპორტსმენები სტუმრობენ. რედბულის ათლეტი ალექსეი კოლესნიკოვი, მოტორიკას რაიდერი იური ვერხოვნიკოვი, ქართული წარმოშობის ჩემპიონი მარატ კენკაძე და ანტონ სმირნოვი თბილისს პირველად ეწვივნენ. Добрый день, я Марат Канкадзе, каскадер из Москвы. Это специально для Music Box. Всем привет, я Юрий Верховников, специально для Music Box. В Грузии, да, так, конечно же, мы с ребятами знаем друг друга много лет и не раз принимали участие одновременно на общих площадках.
რომ თბილისში ბოლო დროს არც ისე წარმატებული ქართული ფეხბურთი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე მოტო ან ნებისმიერი ექსტრემალური სპორტის სახეობა ფაქტია. თუმცა ნურცის დაგავიწყდებათ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ამ სფეროშია სიჩუმე. ჯერ იყო და Red Bull-მა შუა რუსთაველზე Chris Pfeiffer-ის შოუთი გაგვაოგნა. ამჯერად Red Bull-ის ათლეტი და მსოფლიო დონის რაიდერები შოუს დინამოზე გვთავაზობენ. Страх – это отдельная история. Страх, он есть всегда, все так же, как и у обычных нормальных людей. Страх и мандраж, и волнение испытываешь перед каждым выступлением, перед каждым прыжком. Но один, наверное, из трюков наиболее волнительных, да, это сальто назад и комбинация на тему сальто назад. То есть все-таки это переворот. Здесь нельзя чуть-чуть его пощупать, попробовать, да, то есть ты его либо делаешь, либо не делаешь. Здесь тот, кто не боится, это, я считаю, что уже человек не здравомыслящий. Итак, специально для Music Box Алексей Колесников, 29 лет, фристайл мотокросс. И ни один человек, который придет, никогда об этом не пожалеет. И поэтому, если у нас все получится, мы сделаем хорошо, то на следующий год будет гораздо больше людей. გულახდილად გეტყვით, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ინტერნეტში ან ტელეეკრანებზე თუ გექნებათ ნანახი, თუმცა ეს შიშის დაძლევის შედეგი არ გეგონოთ. როგორც რაიდერები ამბობენ, თუ არ გეშინია ჩვეულებრივი გიჟი ხარ. Сегодня было больно, очень. У меня перегрелись тормоза на стадионе, и, в общем, я травмировал колено, было очень больно. Да, сейчас мне сделали там пару уколов, ваши врачи, и я думаю, все откатаю на все 100%. То есть хромаем, но все равно прыгаем? Конечно. Это не первая травма, и как бы мы такой вид спорта. Личные головокружительные трюки мы будем стараться по полной. Не просто так далеко, так долго ехали. ვერ გეტყვით, რომ მსგავსი პროფესიონალი თავზახელაღებულები ქართულ მოტოსპორტშიც ბევრი გვყავს. ამ სფეროს წარმომადგენელთა რიცხვი თბილისში ისედაც ცოტაა. თუმცა სრულყოფილებამდე მიღწევა არც ისე რთულია, მით უმეტეს მაშინ, როცა დიდი მონდომება და შესაბამისი პოტენციალი გაგაჩნია. აი, სვანაირი შეგრძნება ადამიანს თუ არ დაжда მოტოციკლზე თუ არ ნახა ეს რა არის. ესე მარტივად სიტყვით რო გადმოხსო ვერ მიხვდება. ეხა აქ არის ისეთი ხალხი, ვისაც ხმაც არ უნდა ეგრევე მიხვდებიან, მე რა თემაზე მაქვს ლაპარაკი და არის ხალხი, ვისაც შეიძლება თავში უწყაც იქნა ვერ გააგებინო. უბრალოდ ეს არის ცხოვრების სტილი. მიუხედავად ქართველი მაყურებლის ზოგადად ყველაფრის მიმართ ინფანტილურობისა, დინამო არენაზე გამართული სანახაობის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩებოდა. მოტოსთან ერთად ფრენას ხომ ყოველდღე ვერ ვუყურებთ. ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ექსტრემალური სპორტის ეროვნულ ფედერაციას მიუძღვის. იმასაც დავძენთ, რომ ქართველ მოტოსპორტსმენებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ამიერიდან წრიული რბოლის ეტაპებზე ვიხილავთ. ასე რომ თუ ქართული სპორტის უკუსლა ჩვენი არ იყოს თქვენც მოგბეზრდათ, არც ისაა გვიანი ინტერესები შეიცვალოთ და მოტოსპორტით დაინტერესდეთ.